ესეც ასე მარტივი ვარჯიშებით უკვე დავიწყეთ ჩვენი დღე და კარგია, როცა ახალ დღეს ვიწყებთ ხოლმე ახალი რეცეპტებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, ნატუკასთან უნდა გადავინაცვლოთ და გავიგოთ დღეს რას გვკვირდება და გვიმზადებს კარგს და გემრიელს. ნახოთ. დილამშვიდობის ბატონო ალექსანდრე, მე როგორც უკვე ყველამ ძალიან კარგად იცით, ვიმყოფები ქართულ სახლში და აი გვერდით მიდგას, ესე იგი მთავარი ჯადოქარი, ანუ შევმზარეული ბატონი ალექსანდრე, რომელიც ესე იგი საოცრებას შემოგთავაზებს. რას ვაკეთებ დღეს ბატონო ალექსანდრე? ქამასოკოს ოჯახური. ქამასოკოს ოჯახური, ანუ სამარხო, უკვე მარხვა არის ფაქტიურად და მოდით ახლა გითხარით როგორ და რას ვაკეთებ პირველი ეტაპი. იქნება საჭირო კარტოფილი, რომელიც თავიდან უნდა შევწვათ. კი ბატონო. სხემში. მე ვანახოთ მაყურებელს როგორ ეს კარტოფილი. როგორი ფორმები უნდა დაიჭრას, ესე იგი. ოჯახური ახლა სხვადასხვანაირად აკეთებენ, ოჯახური მაგრამ კუბიკებითაც იჭრება, კუბიკებით, მაგრამ ჩვენ ახლა სხვანაირად დავჭრით. აი ეს გრძელ კარტოფილებად რო შეიჭრება მეთქენა, რო შეიწება, ესე იგი გარედან იქნება ხრაკონა და შიგნით ჩათრთქული გემრიელი შემწარი კარტოფილი. ხომ არ თარიღა? აი ნელ-ნელა ესე იგი მე ვსწავლობ თეორიულად ჯადოქრობას. ამას კერძეს გამოაქვს საერთოდ, მაგრამ ჩვენ დღეს ვანახოთ ერთ-ერთი თევზი. კი ბატონო, და ხუში რაღაცას ოჯახში არ ქონდეს კერძი. კი ბატონო. უნდა კერძი, რა გააკეთოთ? ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? როგორ ვჭერეთ სოკოს? სოკოს პატარავდება მაინც. აი ესე პირდაპირ შუაზე გაიჭირება ეს ჩვენი ქამასოკო. და ეხლა ჩვენ ბულგარულს რო ხედავთ. აი ეს არის ჩვენი ესე იგი ოჯახურის პირველი ეტაპი. თქვენ ძალიან მალე ნახავთ როგორ ითუშება ეს ყველაფერი და მეორე ჩართვაში უკვე ავაწყობთ ჩვენს ოჯახურს ასე რომ დროებით. ასე დაგიბრუნდით, მე ხო გითხარით რომ სასწაულები ხდება აქ მე. აი ისეთი მათი სამწრელი ვეღარ საუბრობ ბატონო ალექსანდრე. გავაწყოთ ახლა ეს ოჯახური სასწაული. სამარხო უგემრიელესი ოჯახურია ესეთი სასწაული კერძი. ასე ლამაზად რაღაცა მზესავით, მზის ხივებივით შემულაგდა ეს ჩვენი გემრიელი ბუთქუნა კარტოფილი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ როგორ შეიწვა ზეთში და შიგნიდან არის ჩათრთქული და გარედან ხრაკუნა და გემრიელი კანი აქვს. აი ეს ცხელცხელი ჩვენი, ესე იგი სოკო, დიდ ნაჭრებად დააჭრილი, წითელი ბულგარული წიწაკა, ხახვი და ჩავყარო? მე მეშინია რაღაცა ისე რომ გავაკეთო კარგი. აი ეს ხო, ჩავყრი, აბა უკვე რამდენი ხანია აქ და ხონა ვისწავლო ჩაყრა მაინც არა. აი ესე ნახეთ რა სასწაულია. ძალიან და ეს წვენი როგორი აქვს შიგნით, კიდე ჩავყარო, ხო? ესე რომ გავაკეთო? კარგია. ესეც ჩავყარეთ. ხრახუში. აი ეს მჟავე როგორც საბუნა დავდოთ, აი ესე ზემოდან დავადოთ. მე დავდებ ხო, აი აქ ესე. ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი ჯადოქრობისთვის. უღრმესი მადლობა და ერთი წუთით მაცადეთ ახლა თქვენ მე.
აი ესეთი ოჯახური უგემრიელესი კერძი. საოცარი თბილი და ოჯახური გარემო, რომელიც ყოველთვის დაგხვდება ჩვენ აქ, ქართულ სახლში. მე მინდა ბედნიერი დღე გისურვოთ და ალილოს წარმომადგენლები შეგისრულებენ ძალიან კარგ სიმღერას. დიდი მადლობა ბიჭებო. Shashamu Borosa Shineri